ედუნესტი ახალი მოსამზადებელი ცენტრი ზესტაფონში თავის ისტორიას იწყებს და ის საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის პრეტენზიით შემოდის. ცენტრი, როგორც მისი დამფუძნებლები და პედაგოგები გვეუბნებიან, კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს პირველიდან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და მათ სამ საგანში, ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში მოამზადებს, სწავლების ინდივიდუალური მეთოდის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ედუნესში სკოლამდელი მზაობის პროგრამაზეც იმუშავებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხსნით ახალ საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და მოზარდების განათლების ხელშეწყობას. ცენტრში დაგვდება თანამედროვე და კომფორტული გარემო, პროფესიონალ გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცენტრი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ვარ ნინო ცენტრის დირექტორი, ვარ ინგლისური ენის ფილოლოგი და მაქვს მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან. ჩვენს ცენტრში შეისწავლეთ ქართულს, მათემატიკას, ინგლისურს და სკოლამდელი მზაობის პროგრამას. ჯერ არის სივრცე, ჩვენს ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს შეგვიძლია. როგორც ამ ცენტრის მასწავლებელი, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რომ თითოეულ მოსწავლეს შეუქმნა სწავლის მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული გარემო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს საგანმანათლებლო ცენტრში ყოველგვარი პირობა არის შექმნილი იმისა, რომ თითოეულ მოსწავლემ მიიღოს ღრმა განათლება, სრულფასოვანი განათლება და გაუხსნათ მათ გზა ახალ წარმატებებისაკენ. მათემატიკა მოგეხსენებათ რთული საგანია და ჩვენ სასწავლო პროცესში შევიტანთ აქტივობებს კლასებში, რათა უფრო სახალისო გავხადოთ სწავლება. წარმატებებს უსურვებ ჩვენს გუნდს, პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს. ცენტრი დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლოდ სწორი არჩევანი გააკეთონ და თავიანთი უნარების სასურველი მიმართულებით განავითარონ. მოსამზადებელი ცენტრი, სადაც შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მთავარი პრიორიტეტი იქნება, მოსწავლეებს უკვე იღებს. ედუნესში, რომელიც რობაქიძის ქუჩა ნომერ 5-ში პირველ სართულზე არის განთავსებული, სწავლა 1 სექტემბრიდან დაიწყება.